ხალხს მერი იქნება ეს თუ თავმჯდომარე იქნება თუ ვინც არის რა სათავეში თავმოყარეობა არ აქვს არ უნდათ რომ თქვას ვიღაცამ რომ აი როგორი კაი საქმე გააკეთა, როგორი მაგარი მერია, როგორი მაგარი თავკაცია, როგორი მაგარი თავმჯდომარეა თუ რა ვიცი მე კიდე ვინ არიანი, ხო? არა აქვთ ამისი მოთხოვნილება, თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონდებო? ხო არ შეიძლება, აი მაგალითად მე მახსოვს გიგი უგულავა რომ მერი იყო. აი გიგი უგულავას ნამდვილად არ ქონდა მაგის მოთხოვნილება, 100%-იანი ვიცი, ერთადერთი მოთხოვნილება რაც ამ ადამიანს ქონდა იყო ფულის კეთება. ეხლა ეს ცხადია, მაგრამ ხო რაღაცა იცვლება, ხომ ვითარდება რაღაცა, ხომ როდესაც ერთი იგივე მერს ეხლა რას მივაცივდი ამ მერს, მაგრამ მე ამას ესე კრემითად ვამბობ რა პირობითად. როცა ერთ მერს მეორე ცვლის, ხო რაღაცა სიახლე უნდა შემოვიდეს და განვითარება და ერთი საფეხური ზემოთ ხო მაინც უნდა ავიწიოთ. თქვენ რას ფიქრობთ? არა, ნახეთ რა სისტემა უნდა შევხედოთ, ეს არის მახინჯის სისტემა. თქვენ მოდით ბელადის მატარებლის შემადგენლობაში. თქვენ იცით რომ ბელადი არ იქნება, თქვენც არ იქნებით. ეს არ არის თქვენი ათწლეულებით შრომა, რომელიც პოლიტიკაში უნდა ჩადო, სახე იყო, სუბიექტი იყო, თემის, საუბრის. ამიტომ შენ იცი რომ რა კი გაგიმართლა და ამ უზარმაზარ თანამდებობაზე მოხდი, შენ და მოასწრო. იმიტომ რომ ბელადის მატარებელში მძიმე ხალხი არ ხტება. გამიგეთ რა, ინტელექტუალურად მძიმე ხალხს გეუბნებით, ცოდნით მძიმე ხალხს. იქ ჩატე ხალხი ხდება. ჩატე ხალხი უზარმაზარ თანამდებობაზე არის სტიქიური უბედურება. ჩვენ ვხედავთ ამას, რომ რამდენი წელიწადია ვხედავთ თანამდებობაზე აბსოლუტურად შეუფერებელ ადამიანებს. ხო სწორია? რაც აკეთებენ, ისინი აკეთებენ ფულს, იმიტომ რომ ხვალ იციან რომ დაუპანჩურებენ იქედან და მოაძრობენ თუ რაიმე ინიციატივა გამოიჩინა იმის გარდა, რასაც მას დაავალებენ. ერთმა ძალიან ჩემმა კარგმა ნაცნობმა სპეციალურად მოვიდა ამ ორი თვის წინ და საუბარი გადმოცა, იმიტომ აქვს საშუალება რომ ესაუბროს იგივე დღევანდელი ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს და ერთ-ერთმა ცნობილმა კაცმა უთხრა რომ ინიციატივა დაჟჯადი აქ მე რაიმე რო გადავდგა ნაბიჯით საქმეზე გავაკეთო მეორე დღეს გამანთავისუფლებენო ეს უთხრა თანამდებობის მაღალზე მაღალი თანამდებობის პირმა ამ სისტემაში თქვენ როგორ ფიქრობთ კაცმა ხო იცის რაიმე თუ გააკეთა და ინიციატივა გამოაჩინა გააგდებენ ამიტომ ზის ელოდება დავალებებს და აკეთებს ფულს მახინჯის სისტემა ამ სისტემაზე დგას ყველაფერი ამ სიმახინჯეზე. ამიტომ მერი იქნება, მინისტრი იქნება, იმიტოა საქმის შედეგი არ დგას კრიტერიუმი. არც სამინისტროს მიმართ შედეგი რა არის? ეკონომიკური განვითარება, ახლა არ მითხრათ ეკონომიკა ვითარდებაო. ადამიანების კეთილდღეობის ზრდა, რადგან შენი პროცენტები, რომელიც ვალებით და რაღაც რუსეთში მოვლენები, უკრაინაში და ბელორუსში მოხდა და 100,000-ობით კაცი შემოვიდა, ფული შემოიტანეს და შენ 1000-ობით ფირმა გახსნეს. მე კეთილდღეობა გაიზარდა, შემოსავლები გაიზარდა, საშუალო მაჩვენებელს რომ მაჩვენებ, თქვენ რომ ამდენია საშუალო ხელფასიო თქვენ ნახეთ ტოპ მენეჯერების ხელფასი იმ ცნობილ ფინანსური და გადაამრავლეთ მე ეს შეკრიბეთ საშუალო გამოიყვანეთ იმ საშინლად დაბალ ხელფასებთან და გამოგივიდათ აუ რამდენი 1000 რაღაცა ხო მეტი თქვენ რა გითხრათ 1000 რაღაცა არ იყოს საშუალო ხელფასი ამ დროს 4-5 მილიონი აქვს ვიღაცას ხელფასი ხო იმიტომ რომ მახინჯის სისტემა ასია აგებული ყველაფერი მე სულაც არა ვარ 4-5 მილიონის წინააღმდეგი ხელფასისა თუ ეს კერძო სტრუქტურა მაგრამ რის ხარჯზე ბანკებში რომელ ბანკებში რომელიც ხელისუფლების მიერ მიშვებულია საძარცვად საკუთარი ხალხის ამიტომ რა რიცით ჩვენ ჭირდება მარტივი რაღაცები ჩვენ ჭირდება ხელისუფლება რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის პრობლემებზე და მის განვითარებაზე გეფიცებით საჯაროდ მოვიხდი ბოდის წინა თუ დღევანდელი ხელისუფლების წინაშე მანახეთ ერთი საკითხი
ერთი არ მინდა სხვა ქვეყნისთვის მისი მომავლისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხები ავიღოთ რომელიც პროფესიულად პოლიტიკურად გამართულად მოკიდა ხელისუფლებამ ხელი და გადაწყვიტა ტყუილში დემაგოგიაში და მე ნუაკრიტიკე მე არ ვლანძღავ არავის მე ლანძღვა არ მჩვევი არაფერი მე ვაკრიტიკებ იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი არის არა ხალხის სიყვარულის დამსახურება არამედ იმ მტკივნეულ თემებზე საუბრის შემდეგ ჯერ კიდევ უამრავ ქართველმა უბრალოდ გაიაზროს თვითონ მე არ ვითხოვ რომ დამეთანხმეთ და აბსოლუტურად მე ვიცი რას ვლაპარაკობ იმიტომ რომ სანამ რაიმეს ვიტყვი საათები ვფიქრობ ყველაფერ ამაზე მე მინდა გაიაზროთ საშინელი პრობლემები რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და ამას კრიტიკას თუ მოვერიდებ რა უკვე დიდი რამბები უმღერო ხელისუფლებას მომეცით ერთი საშუალება და აი ყველაზე ცუდი ადამიანი ვიქნები მე რომ კაი რამეზე არ თქვა რომ კაიაო ვინც გააკეთებს მანახეთ ერთი საქმე რაზე გავაკეთო ხალხი გარბის საკუთარი ქვეყნიდან 1,340,000 ქართველია დარჩენილი და ჩვენი განცხადებით მე ერთი ამბავი რო ატყდა და იქ ცნობილი სახეები გამოიყვანეს დავალება მიწეს რომ ახლა ვიღაცა ხო არ გამაკრიტიკებდა ვიღაცა რომელსაც მე პატივი ვცემდა არაერთხელ ყოფილვარ მათ გადაცემაში და ასე შემდეგ მაგრამ მე ამას სულაც არა ვარ მათზე გაბრაზებული გეფიცებით როგორიც ვიყო დამოკიდებულებაში ისე ვიყო მე მესმის ისინი უბრალოდ სხვა ჯგუფის წევრები არიან და მათ გააკეთეს ის რაც იყო საჭირო იმ ჯგუფისათვის მე არანაირი ჯგუფი არა მაქვს მაგრამ ჩვენ რაც ინიციატივა გავაჟღერეთ და 31 მარტს იქნება ეს იქნება ქართველთა დიდი გაერთიანების დასაწყისი აუცილებლად ეს არც პარტია არც მოძრაობა რა გვინდა პარტია 333 პარტიაა რეგისტრირებული და 350-ზე მეტი მოძრაობა და 34,000 არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს ეხლა საჭიროა ქართველ კაცებს არ ჭირდება და ქართველ ქალბატონებს არ ჭირდება ბეჭედ დასმული დოკუმენტი მათ ჭირდებათ ერთმანეთთან შეხვედრა ერთიანობის გზნობის ჩამოყალიბება პრობლემებზე ჩამოყალიბება ამ პრობლემების გახსნიანება და მოთხოვნა რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს არ გაკეთდება როგორ კაცო ხალხის შენი დიდი ნაწილი გთხოვს იმას რომ გააკეთო ის რაც ქვეყნისთვის კაია და შენ ხელისუფლება არ გააკეთებ ამას მაშინ ჩვენ გავაკეთებთ თვითონ ამას რა პრობლემა არის ყოველგვარი ემოციების გარეშე კანონიერად წესიერად გაერთიანებული ქართველები დიდი გაერთიანება ჩხილებში ჩავსვათ ენა მამული სარწმუნოებისთვის ასე ქვია ამ ინიციატივას ჩვენ თვითონ მოვძებნით იმ ხალხს ქვეყანაში რომლებიც კანონიერი გზით ყოველგვარი ექსცესების გარეშე გააკეთებენ ამას თუ ვინმეს ეჭვიეპარება რომ ეს ასე არ იქნება მაშინ ეს მისი პრობლემაა უკვე მოკლედ ჩვენ ჭირდება ჩვენ რა მინდა იცით მე ერთი რამე მინდა მარტივი მე მინდა რომ ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებდეს ეს მარაზმი არ იყოს ქუჩაში ეს კანალიზაციის ტელევიზიები ეს მონა სახურები ამ დამპლების თავიდან ბოლომდე დამპლური იდეოლოგიისა მინდა გადაცემას უსმენდე ახალ ამბებს უსმენდე მინისტრი გამოდიოდეს პრემიერი გამოდიოდეს ვიღაცები გამოდიოდეს საქმეზე ლაპარაკობდეს არიქა ერთი და იგივე სანამ შეიძლება მე მინდა რომ ხალ სამუშაოზე მიდიოდეს ადამიანები იმიტომ რომ დასაქმებული კაცი ეს სხვა მენტალობის კაცია არ შეიძლება ადამიანი დილიდან საღამომდე მიჩერებოდეს ამ საშინელებას და თვითონაც პარალიზებული გამოდიოდეს აბსოლუტურად არანორმალურ მდგომარეობაში ხო ამიტომ გარღვევა გვინდა ცუდი რამეს ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ ანბანურ რამებს და ჩვენ ეს ანბანური რამეები უნდა გავაკეთოთ